დათარსულების 5 სეზონის მანძილზე ბევრი პერსონაჟის დაპირისპირება ვიხილეთ, რომლებსაც გამომწერების სერიის და სეზონების მანძილზე ელოდით ხოლმე. მით უმეტეს, როდესაც გყავს ისეთი ძლიერი პერსონაჟები, როგორებიც არიან განდრონი, მაჯიკა, კობა, მასთან ერთად პოლიკა და პაჭო და გაიოზე რომ აღარაფერი თქვა, ტიპს 2 სეზონი აწყნარებდნენ. სწორედ ამიტომ ვიფიქრე, კარგი იდეა იქნებოდა, თუ ამ პერსონაჟების ეპიკურ დაპირისპირებებს გადავხედავდით და tier list-ში შესაბამის ადგილებს მოუძებნიდით. ლისტში იქნება შემდეგი კატეგორიები: D კლასი, ანუ ეს ბრძოლა რომ შენს გოგოს ენახარ გაგაჯმეინებ და C კლასი, ბრძოლა არა, B კლასი, ანუ მოდი აქა, A კლასი, გამოდით ლუბოი და S კლასი, დედა მოუვა. მაშასე დავიწყოთ. მესამე სეზონის მეოთხე სერიაში პოლიკამ პირველად დაიჭირა ხელში დოჟრაჟი. მას შემდეგ რაც გაიოზმა მასწავლებელი ლომს ათრევინა, დუელში ჩაბმა პოლიკასაც მოუწია, სადაც მასსა და დრაკო მალფოის შორის მოხდა დაპირისპირება. აბა მოემზადეთ. 1 2 ვალდოს! სამამდეო ხო თქვა ბიჭო. რა იყო დრაკო? გაგიჭყდა წესებით რო არ გეთამაშე? კეთილი იყო შენი მობრძანება რეალობაში. მეორედ აღარ გამებლატაო, თორე მაგმა ხინჯთავს მართლა ტრაკად გიქცევ. ჩვენ დათარსულებში ბევრად ეპიკური ბრძოლებიც გვინახავს, მაგრამ სტარტისთვის კარგია. ამ ბრძოლას მე პირადად B კლასში ჩავსვამდი. მესამე სეზონის მესამე სერიაში ბიჭები სიზმრის თამაშებში მოხვდნენ, სადაც მათ გლისგან უნდა დაეცვათ თავი, თუმცა რაღაცები ცოტა აერიათ. ხო, კაი, რა იყო, რა ჩამაცივდი? რაღაცა უნდა ვქნათ, უბრალოდ მგელი მოდის. ვაფშე ვინაა ეს მგელი რო? დარწმუნებული ვარ რომ შენ ხარ. ხო. ახლა ისე იქცევი ვითომ აქ არაფერიო, მაგრამ მე ხო ვიცი ვინც ახარ. მე კიდე მგონია რომ შენ ხარ მგელი. შენივე ტექნიკაა, ეგრევე სხვას დაადე, ხელი რომ შენზე ეჭვი არავინ მოიტანოს, ხო ბიჭო? მოგესალმებით ბავშვებო, მე ღამის ვაი, აი მგელი ესა. დამშვი გაიოს მოგალი. გაიოს როზე ბიჭო. დამშვი. რა, შედი შლამგელო შენა, გაწუყნეთ ბიჭო, გაწუყნეთ. მოიცა კაცო, მოიცა. ხელს დაიხარვის. საწყალი ფერია, არა და იქ მათ დასახმარებლად მივიდა. ამ ბრძოლას კი C კლასში ჩავსვამდი, ჯერ საწყალი ფერია, მერე 4-1-ზე ბრძოლა რა პონტია, მაგრამ მაინც ბრძოლაა რა. მეოთხე სეზონის მე-7 ეპიზოდში მაჯიკა იგებს, რომ ბავშვებს ვიღაც დემონურ არსებასთან, კატაკლიზმასთან დაუდიათ შეთანხმება, რის გამოც მისი საქმეში ჩართვა გახდა საჭირო. დაწყნარდი მაჯიკა, დაწყნარდი. ბავშვებს თავი დაანებე, ისინი ჩემი მფარველობის ქვეშ არიან. მიუხედავად იმისა, რომ მაჯიკა S კლასის მებრძოლია, ამ შემთხვევაში ამ ბრძოლას B კლასში ჩავსვამდი, რადგან მან უბრალოდ ქანდაკება გაანადგურა. პირადად კატაკლიზმასთან არ უბრძოლია. სეზონი 1, სერია 2-ში პირველად გამოჩნდა ემაილის პერსონაჟი და მაშინვე მისი და ვარგისოს დაპირისპირება ვიხილეთ. დაინახე გუშინ რომ მეც ვიყიდე ტრაქტორი და ახლა მოგინდა ხო შენს? რა ტრაქტორი შენ იყიდე, როკოკა პაჩებნი გებიზრება. 1 2 და 3 შენ დედას შევეწი, მოდი აქ დაგალეწავ თავი. ვისაგინებ შევირო, პროტიდან გამოგაძრო ხერხება. მოინდო ჩემთან ეხა კიდაობა ყოველ ამბოვი და ყელში შენი რაღაცები გაგიკეთები წოდე მაგ. მოდი მეთქი. ვაიმე, გაჩერდით ახლავე, რა ვერ მოგბესდათ ეს ჩხუბები, კაცო გადავირიე. ხელა ხალხი, რა ვერ მორიგდით, სირცხვილია, კაცო, სირცხვილი. 1 2 და 3 გაგეჭო ტრაქში ფიცარი. გაჩერდი. ეს ბრძოლა ნამდვილად D კლასის ღირსეული მკვიდრია. პედესი ბრძოლა თუ გინდათ ერთმანეთს უადგილო ადგილას ფიცრებს ნუშეტენით. მეორე სეზონის მეოთხე სერია ერთ-ერთი ეპიზოდია, რომელიც ამაყად მიქრის მილიონი ნახვისკენ, რადგან ამ სერიაში 2 გიგანტი, განდრონი და ყურსაცლეტი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ამ ბრძოლას ბევრი გულშემატკივარი ელოდა. მეორე სეზონში ანიმაცია იმ ლეველზე არ იყო, სადაც ახლა დგას, თუმცა ეპიკურობა მაინც პიკს ურტყამდა. თელს სოფლიოს ხელში დავიჭერდა, მაგის მერე ანზორა შეუძლია თავის გოგო ტრაქში შეიტენოს, გაიგე? შეშლილი ხარ. მერე რის გაკეთებას აპირებ? მატლივით გაგჭყლეთ. მატლი? ბებია შენია, ბიჭო. გამიგე? რა თქვი, ბიჭო? ბებია ჩემზე? ამ ბრძოლას მისი ჰაიპის გამო აუცილებლად ეს კლასში ეკუთვნის ადგილი.
მესამე სეზონის მე-7 სერიაში თარსულას მოსახლეობა ექიმებს აუჯანყდნენ ძილის წამლების გამოწერის გამო. სწორედ აქ ვიხილეთ ემაილის და ნერვოლოგის დაპირისპირება. ამიტომ ახლა მოდის საუკეთესო საძილე საშუალებას გამოგიწერთ, რომ იქნებ ეს ნერვული სისტემა ცოტა დავამშვიდოთ და დღეს მქონი მუშაობასაც მოვჩი. თან მალე კრისტალბეთ ეროვნული ლიგა იწყება და 1 2 და 3 შენ დედას შევიჯო მოეთრიაკ. რა ხდება კაცო? რა ხდება კი არა ყველა იმას იზახის რომ ძილის სწავლებს წერსო. რა? ღამის მეფის აგენტი ხარ ხო? ნერვოლოგი ვარ. ამ სერიაში ნიუტონიც ებრძოლება სტოლბას. ნუ დიდი არაფერი, თუმცა მაინც ბრძოლაა რა. მიუჩინოთ ადგილი ციკლაში. მე-5 სეზონის მე-5 სერიაში ქალაქი რობოტების ისტორიას ჰქონდა მოცული, სადაც ბიჭებს რობოტებით სავსე შენობიდან მოუწიათ გაღწევა, რაში ჩათლახური დიალოგი გამოიყენეს. ადამიანებო, დანებდით და გაიოზი გადმოგვეცით. ტიპებს ვითომ უდახვეწილესი AI აქვს და აზრზეც ვერ მოდიან, რამდენად ჩათლახები შეგვიძლია ვიყოთ. რატო ჩაიციკლე? ეხა მარხვაა და მე ვერ შეგაგინებ, ამიტომ ჩემს ძმაკაც მივცემ ტელეფონს რომ გაგინოს. Здорово, შენი დედა შევიცი. მიდი გამოკარი და აგიზგიზე ჩვენს შორის არსებული ცეცხლი. ამ ბრძოლას B-კლასში მიუჩენდი ადგილს, რადგან ბიჭები ქარდების დახმარებით იბრძოდნენ და არა პირადად. მოდი მეორე სეზონში გადავინაცვლოთ. პირველ სერიაში მთელი დრამა აიწია იმის გამო, თუ ვინ იქნებოდა კლასის პრეზიდენტი, სადაც ერთმანეთს რა თქმა უნდა პოლიკა და პაჭო გადაეკიდნენ. თუმცა რა ვიცი, აბა ვერ გეტყვით ნამდვილად ბრძოლა ერქვა თუ არა იმას, რაც მათ შორის მოხდა. უხშე კორუმპირებულ ნაგაო. სად იყავი შენ ჩვენ რომ ამ სკოლის გადასარჩენად ვიბრძოლეთ? სად ვიყავი და ჩვენი კლასის უსაფრთხოებაზე ვზრუნავდი? უხშენი, დაგიზიებ თავს რა ეს გახიჩელი. შექსენოფობო ვის უბედა? ეს შერკინება ვერ საწავა დიტლასის გარდა. სეზონი 2 სერია 4-ს უკვე მეორედ ვუბრუნდები, რადგან ამ სერიაში კიდევ ერთი დიდი საიდუმლო გასკდა. აქ გავიგეთ თუ რა მიზეზით აწყნარებდა პოლიკა ამდენი სერიის განმავლობაში გაიოს. განდროს ჩვენი სოფლიოს დაპყრობა და ჩვენი გაპარტახება უნდა, მაგრამ ვერ მოგართვით. გაიოს. მიდი. ხო, აბა რა, ამის უფლებას ვერ მივცემ. ჩვენი სამყაროა ეს და უნდა გაუფრთხილეთ. მე გაიოზი ვარ და ეხლა მოგი. შიქ ხო არა გაქვს, ძმა, გამიგე? ოპა. მოდით თქვენი დედა. რა ხდება? ერთხელ მე და გაიოზი ტყეში მივდიოდით. რაღაცაზე გავიღადავე. მომიბრუნდა და მეუბნება, მე გაიოზი ვარ და ეხლა მოგ დედის ტრაქსო. უცებ უზარმაზარ დიშლად გადაიქცა და ისე მათრია ყველას ეგონა 50-მა გამოუპატიურა. ანუ თავის სახელს რომ ამბობს მაგიტო აჩერებ ხოლმე? ხო, აბა, იმიტომ რომ კოლეჯერზე დიდი შანსი იყო რომ თუ მაგ ფრაზას გააგრძელებდა, აი ამად იქცეოდა. ჰა, მიდი გაიოს! ყველანაირი ზედმეტი კომენტარის გარეშე. ამ ბრძოლის ადგილი ეს კლასშია. გაიოს. მე მამა შენი ვარ. მეორე სეზონის მე-6 სერია ალბათ ყველაზე მოულოდნელი ამბებით სრულდება. ამ სერიაში ქალაქის მაცხოვრებლები ყობას დაუპირისპირდნენ, თუმცა ზუსტად ვიცი, ვერავინ გამოიცნობდა იმ მეთოდს, რითაც მაცხოვრებლებმა კოსმიური ყუთი შეაკავეს. ყუთო. ჰა? შენს ადგილას სუნთქვას შევიკრავდი. რა? ფუ, ეს რა უბედურება, დავიხჩვე. უბედურებაზე და გაზებზე. მაშინ გეფიქრა მე რომ მატყუები შედიხლადოლო ყუთო. რასაკეთებთ? რა შვებით? გაჩერდით. ახლა გაჩერდით. მეთქი რასაკეთებთ? რა შვებით? გამიშვით. აი ეყოფა წყალი. მიმიშვით ბულბულატორია მოვიყვანო. რა შვებით? არა. ასე გაუწითლდა ყობას თვალები და სამყაროს დაპყრობა სამუდამოდ გადაიფიქრა. დაიკავე შენი ადგილი ეს კლასში. ეს დასასრული ნამდვილად სიგიჟე იყო. მე-5 სეზონის მე-9 ეპიზოდში კი, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ იყო, კარგად გემახსოვრებათ, რომ ეშმაკს და ფუკუნდუს ერთმანეთი არ დაუზოგავთ. ახლა დაკუჭავ.
იმბეცილო. ჩემი ჩრდილის გარდა ვერასდროს ვერაფერი იქნები. მე ფუკუნდუსი ვარ. სხვათაშორის ეს პირველი ბრძოლაა, სადაც ეგრეთ წოდებული იმპაქტ ფრეიმები გამოვიყენე. თუ არ იცით ეს რა არის, ნება მომეცით გაჩვენოთ. ხედავთ ამ განსხვავებულ კადრებს, ამის შექმნამ საკმაოდ დრო წაიღო, მაგრამ წვალებად ღირდა. ამ ბრძოლასაც ეს კლასში მიუჩენდი ადგილს. მეხუთე სეზონის პირველ ეპიზოდში ერთმანეთს კვლავ პოლიკა და პაჭო გადაეკიდნენ. ცოტა ხნის წინ მათ დაპირისპირებაზე ვიდეოც დავდე, შეგიძლია გადახედო. ამ სერიაში მეორე სეზონისგან განსხვავებით, ბიჭებმა ბრძოლას ოფიციალური სახეც კი მისცეს და ერთმანეთს ოქტაგონზე დაუპირისპირდნენ. მარცხენა კუთხე, მზად ხარ? დაპადებიდან მზად ვარ. მარჯვენა კუთხე, მზად ხარ? რა ვქნა ბიჭო, რა ვქნა? Let's go! რა იყო კოლეგა? მეკრელებზე ხო არ გინდა რამე მითხრა? ისმენ, რატო ხარ ჩუმად? ეხზე ვეღარ ვდგავარ. ბიტიშები. ვერ წავაგებ, ამ ბრძოლას ვერ წავაგებ. კარგი სხვა გზა არა. დრაკონის. ამ ბრძოლას A-კლასში ჩავსვამდი. მესამე სეზონის მეექვსე სერიაში კი ტიტანების მორიგი ჯახი ვიხილეთ. კობა ხრინტატორის წინააღმდეგ, რის უყურებაც ნამდვილად არ ყოფილა მარტივი. ისი გაკეთო. ესეც ესე, კაი, ახლა აქედან უნდა წავიდე და ქეშქეშას ჩავაყრევინო. ასე სწრაფად მიდიხარ? რა? კარგი, ვაღიარებ, ნიჭი ქონია, მაგრამ მე რეალობის манипуляცია შემიძლია, იდიოტო. არა, ეგ აქ ნამდვილად არ შეგიძლია. ამ ბრძოლას ეს კლასში მიუჩენდი ადგილს მისი შოკის მომგრელობის გამო. მახსოვს ყველა ფიქრობდა, რომ კობა ხვინტატორს გააცამტვერებდა. კობა ხვინტატორზე ბევრად ძლიერია, უბრალოდ მის სამყაროში არ უნდა ებრძოლა. თუმცა დიდი ხანი არ გასულა და მის გამო შური განდრონმა იძია. მესამე სეზონის მერვე სერიაში განდრონის და ხვინტატორის ბრძოლის დროს რეალობა უნდა შეცვლილიყო. კიდევ დიდხანს უნდა გელოდო? ეს სამყარო შეიძლება მთლიანად შეიცვალოს. რაო ძმა, ვეღარ ბლატაო? მე გეყნა. ეხლა ვიღებთ ხვინტატორის და განდრონის ორთაბრძოლას. ჩვენ ბევრი ვეცადეთ, თუმცა შედეგი ისეთი ნამდვილად ვერ მივიღეთ, რაც გვინდოდა. ამ ბრძოლას ადგილი ჩემი აზრით B-კლასში უნდა მიუჩინოთ. მეხუთე სეზონის მერვე ეპიზოდში მაჯიკა გამოგვეცხადა გახეულ მთვრალ მდგომარეობაში, თუმცა ამას ხელი რობოტებთან ბრძოლაში არ შეუშლია. ოჟე, მე მინახულა ღმერთმა, ასე მითხრა. მოდი ეს დაპირისპირება A-კლასში გავუშვათ. და ბოლოსთვის მოვიტოვე ბრძოლა, რომელიც პირველ სერიაში პირველი იყო, რა თქმა უნდა საუბარი მაქვს ბიჭებისა და შავი ქათმების ჯახზე. არა. მე აქ თქვენს გასაქრობად ვარ. ბლიად, ქათმები არიან.
ქათმები გვეხმარებიან. ჰა, ქათმების ომი! ეს ბრძოლა ჩემს თვალში ყოველთვის ეს კლასში იქნება. ამასობაში ვიდეოს ბოლოშიც გავედით. კომენტარებში დაწერეთ ეთანხმებით თუ არა ამ ლისტს და თუ არა თქვენ რა ადგილებს მიუჩენდით ამ ბრძოლებს. ხო მართლა არ დაგავიწყდეს. 30-ში ახალი ძალიან მაგარი სერია დაიდება. პრემიერაზე შევხვდებით.